ნუ მოკლედ რა, პიროვნულ ცვლილებაზე არის უძველესი ვიდეო 2 წლის წინანდელი დევს. მან რაც ვთქვი, მაგას არ გავიმეორებ, მაგრამ დავამატებ სხვა ასპექტს. რომ აი არის ხალხი, რომელსაც ნუ აი ვერ მოიშორებ რა, ვერ გადააგდებ ფანჯრიდან, ვერაფერი და ეს ხალხი ძალიან ისეთი არის. ну ცინიკური, რაღაცნაირი უსიამოვნო შენს ტრანსფორმაციასთან მიმართებაში, ხო? და ეგ გარანტირებულად გამოცდით მაგას და პრინციპში თუ მაგას არ გამოცდი, ეგ არის ინდიკატორი, რომ პრინციპში არანაირი ტრანსფორმაცია არ დაგეწყო, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია იმას იწვევს, რომ თუ გაქვს ხალხთან შეხება, იმ ხალხისგან მიიღებ რაღაცა ცოტა დაცინვას, ცოტა იმას, ცოტა ამას. ну რაღაცნაირ დამოკიდებულებას რა. და პირველი რჩევა და ყველაზე მნიშვნელოვანი მან რა არის? და აქ უნდა იყოთ ცივსისხლიანები, აქ არ უნდა დაინდოთ არავინ, აქ არ უნდა უგოროთ კოჭი არავის. ეს რა არის? რომ უნდა გახადო შენი უპატივცემულობა და შენი არ გათვალისწინება, აი რო არ ითვალისწინებენ შენს, აი თუნდაც ტრანსფორმაციას, ოღონდ ეხლა იდიოტივით არ უნდა დააანონსო, ხო, რომ აი ხლა ტრანსფორმირდები მე, უკეთესი ვხდები, ანუ ეგ დებილი უნდა იყო რომ გააკეთო. ну აი ბუნებრივად რაღაცნაირად აღარ ხარ რა იგივე. ახალი ტრანსფორმაცია არის, ახალი პერიოდი, ხო? უნდა გახადო ეგეთი ადამიანებისთვის წამგებიანი. უსიამოვნო ცუდი არა ამ კატეგორიებით არ იფიქრო, არამედ წამგებიანი, შენი არ გათვალისწინება. და ეგ რომ გააკეთო პირველ რიგში უნდა მაგ ადამიანებს შეხედო როგორც ადამიანებს არა, როგორც რამე ღირებულს არა, არამედ როგორც შენს სათამაშოს. აი როგორც შენთვის შექმნილ რამეს რომ რაღაცა უყო. ხო ხვდები? ოღონდ ეგ ბოროტად არ უნდა მოდიოდეს, ბოროტი და ცივი გულიდან. და უნდა გაწვრთნა, აი როგორც გაწვრთნიდი AI-ს ან ძაღლს. ან რაღაცა ისეც რაც იწვრთნება. მაგრამ შენ თუ ხედავ ღირებულებას, რომ აი ადამიანია და აი რაღაცა ღირებულება აქვს და რაღაცა ან გაშინებს, ან გაფერხებს, ეგ თუ არ გააქრე, შენ ვერ შეძლებ რომ ადამიანი გაწვრთნა. აი ეს არის მწარე რეალობა. ვერ გაწვრთნი რამეს, რასაც უყურებ როგორც რამე ღირებულს. და არა რაღაცა ისეც უტილიტარულს თუნდაც. მესმის უხეშად ჟღერს, მაგრამ ეგრე მოქმედებს, კაი? რომ გაწვრთნა უნდა მთლიანად გაუფასურდეს შენთვის და დაკარგოს ინსტრუმენტის მიღმიერი როლი აი წვრთნის პერიოდში მაინც. და ეფექტია ეგ უნდა იყოს, რომ შენი არ გათვალისწინება წამგებიანია მისთვის. და ამ დროს უკვე ყველა მეთოდი არის მისაღები. ხვდებით? ანუ წამგებიანი როგორ? აი მაგალითიც მოვიყვანე იქ. პონტიდან მოტეხვა შეიძლება იყოს ეგ, დაიგნორება, ნაკლები დიალოგი მასთან, ჩამოშორება, ნაკლები ღიმილი, ნაკლები კეთილგანწყობა, ეს ძალიან ელემენტარულ დონეზე, მაგრამ გააჩნია რა დონეზე ასრულებ, ხო ამას? კორპორატიულ დონეზე, ოჯახის დონეზე, სამეგობროს დონეზე, რის დონეზე, ხო? მაგრამ ცივსისხლიანად მაგაზე უნდა იფიქრო, იმიტომ რომ ეგრე იწვრთნებიან ადამიანები. და ეგრე იხრიან ქედს შენი ტრანსფორმაციის წინაშე. ну აი წამგებიანი უნდა იყოს. როგორ ნუ გააჩნია რა შემთხვევა არის, ანუ ინდივიდუალურია, ხო? ეგრე უნივერსალური კონტექსტი არა აქვს მაგას. აი იგივერანაირად როგორც სასიამოვნო ტიპი, არ უნდა იყო რა ყველასთან სასიამოვნო ტიპი. აი არ უნდა იყო ეგეთი ადამიანები მართლა მძულს. ოღონდ მძულს განა ზიზღით და სიძულვილით, არამედ აი არ მინდა რა დანახვა მაგათი. უბრალოდ ეს არის უნივერსალური მიდგომა თვითონ, რომ ძვირი უჯდებოდეს და წამგებიანი იყოს ადამიანისთვის შენი არ გათვალისწინება. თუ ეს ვერ მოახერხე, მაშინ დაივიწყე, ანუ საერთოდ უნდა დააიგნორო რა ეგ ადამიანი, სხვა გზა მანდ არ არის. უბრალოდ სხვა გზა არ არის. უნდა იყოს სტრატეგიულად ღირებული მაგ მომენტში ადამიანებისთვის. თორე ტრანსფორმაცია ყველას აშინებს. იმიტომ რომ მთელს სამყაროს უნდა და ეგ ნორმალური არის,
რომ იყო მაქსიმალურად სტაბილური და ყველა გადახვევა შენი სტაბილურობიდან იქნება შენი დასჯის მიზეზი და ყველა დაგსჯის მაგის გამო. ოღონდ ეგ შეიძლება ყველამ ცუდი გულით არ გააკეთოს, მაგრამ ხალხს სჭირდება სტაბილურობა. სტაბილურობის მორყევა არის ძალიან ცუდი რამ ადამიანისთვის, ამიტომაც ყოველთვის დაგსჯიან. სხვადასხვა გზით. ტრანსფორმაცია სწორედ ეგ არის, რა სტაბილურობის მორყევა მეტი ძალისთვის. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com, დროა რომ დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.